მე ახლა ვიმყოფები ბესიკის ქუჩის და რუსთაველის გამზირის კვეთაზე. ამ ადგილას თქვენ ხედავთ, რომ საპატრულო ეკიპაჟი დგას ქუჩის ბოლოში. სულ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 15 წუთის წინ ამ ადგილას ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, აქ თვითმხილველები ამბობდნენ, რომ რუსთაველის მეტროში ნიღბიანი პირები უპირისპირდებოდნენ აქციაზე მომსვლელებს. მათივე ცნობით ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. შემდეგ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ამ ჯგუფმა გადმოინაცვლა პარლამენტის შენობისკენ, ხალხი მათ გამოყვა და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა აქაც, ბესიკის კუთხეში. შემდეგ აქ მოვიდნენ საპატრულო ეკიპაჟები და ეს ნიღბიანი პირები ჩასვეს მანქანებში. მოქალაქეებს, რომლებიც აქ იყვნენ შეკრებილები, არ ჰქონდათ გარანტია იმისა, რომ ეს ადამიანები დააკავეს. მათ გაუჩნდათ ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები საპატრულო ეკიპაჟებმა უბრალოდ გაიყვანეს, იმიტომ რომ უსაფრთხოდ გაიყვანათ ტერიტორიიდან და ამიტომ აქ ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. მოქალაქე და ჯგუფი, აქციის მონაწილეთა ჯგუფი საპატრულო ეკიპაჟებს არ აძლევდა საშუალებას, რომ მათ დაეტოვებინათ ტერიტორია. ერთ ასეთ ინციდენტს ადგილი ჰქონდა ზუსტად ამ ადგილას. შემდეგ გარკვეული ჯგუფები პატრულის წარმომადგენლებმა გაიყვანეს თბილისი მერიოტის მიმდებარე ტერიტორიიდან და კიდევ ერთი ეკიპაჟი დახვდა იქ საპატრულო სხვა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს და ეს ამ ჯგუფის წარმომადგენლები, ნიღბიანი ადამიანები, მათ ჩასვეს მეორე საპატრულო ეკიპაჟშიც და იქაც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. თუმცა ეს ინციდენტი მალევე ამოიწურა. აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს შვიდ გარემოში, ვიდრე ეს ინციდენტები მოხდებოდა. ჩვენ ველაპარაკეთ აქციაზე მოსულ ადამიანებს, აქ როგორც ჩვენ ახსენე გიორგი, არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის ისინი, ვინც მსვლელობით შეუერთდნენ აქციას, რომელიც უკვე მე-19 დღეა 7 საათზე თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება. და ამ ადამიანებმა ჩვენთან საუბარში თქვეს რა არის მათი მე-19 დღეს აქციაზე მოსვლის მიზანი და როგორც ისინი ამბობენ, მიზანი არსებითად არ შეცვლილა აქციის პირველივე დღიდან. ისინი ითხოვენ იმას, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს პროევროპულ კურსს, ითხოვენ იმას, რომ ევროინტეგრაციისკენ სვლა განაგრძოს ქვეყანას, თუმცა ამ 19 დღის განმავლობაში მოთხოვნებს დაემატა ისიც, რომ გათავისუფლდნენ ის ადამიანები, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ის კომენტარები, რომლებიც ევრონიუს ჯორჯიას ჯგუფმა დღეს საპროტესტო აქციაზე ჩაწერა. მოვედი რომ არ მოვიტყუო და დამხვდა აქ ამბავი რომ თურმე რაღაც გარკვეული ჯგუფი ტიტუშკების რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა ასე ვთქვათ შეამჩნიეს გამოიჭრეს პოლიციამ გააცილა ისე რომ დარწმუნდნენ რომ უსაფრთხოდ არიან ჩვენი ტიტუშკები და ამაზე ხალხს რა თქმა უნდა ქონდა რეაქცია და უკმაყოფილება გამოხატეს, თუმცა ყველაფერი რა თქმა უნდა მშვიდობიან ფარგლებში. სათქმელი არ შეიცვალა ის რომ არა რუსულ მთავრობას და არა რუსულ კანონს და საერთოდ რომ გვინდა ჩვენ ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდეთ და ვიყოთ ევროპის დიდი ოჯახის წევრი, პირველი დღიდან აქ ვარ, უკვე ბევრი წელია აქ ვარ. ანუ ის როგორც ბევრი ადამიანი აქ და განწყობა მაქვს ის რომ აი რაღაცა მჯერა იმის რომ მივალთ იმ ნიშნულთან, სადაც რაც არის ხალხის ნება და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო და რა ვიცი, ვთხოვ ყველას რომ არ დავიღალოთ, ვიყოთ აქ ახლა ახალ წესაც მშვენიერი გეგმა არის, ანუ საწავალთ მოვალთ ყველა რუსთაველზე შევხვდებით და აუცილებლად ნავაშენოთ ევროპული საქართველო. ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება დგამს, მიდის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ, ყოველ შემთხვევაში დასავლეთისგან იზოლაციისკენ და ეს ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის ეკონომიკური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს იზოლაციას და სანქციებს. ჩვენ აქამდე ცოცხლობდით, ასე თუ ისე, რომ გახსნილი ეკონომიკა გვაქვს, უხარია ინვესტორს მოსვლა, იმიტომ რომ ბიუროკრატიული ბარიერები ნაკლები ჰქონდა, რაღაც ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა და ჩვენ თუ ჩავიკეტეთ, ვერ გადავიტანთ ფიზიკურად ამას რა, არ არსებობს მსოფლიოში მაგალითი, რომ ქვეყანა, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია, გადარჩენილიყო დასანქციების მერე.
ყოველდღიურად ჩვენი აქ შეკრებით რყევები არის ხელისუფლებაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რა ხდება პროკურატურაში, სადაც არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა ამ საქმეების სასამართლოში წაღება, პოლიციაში ბევრი ადამიანი, ვისაც არ მოსწონს რა ხდება, ტელევიზიებში, მათ შორის პროპაგანდისტულში და ჩვენი აქ დგომით, ასე ვთქვათ, ვარყევთ სისტემას, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად 10 დღის წინ დავშლიყავით, ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ არ დატოვებდა თავის თანამდებობას. შესაბამისად, აქ დგომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეს არ არის რომ რას ვაკეთებ, ძალიან ზუსტად ვიცით რასაც ვაკეთებთ, ვიდგებით, ახალ წელსაც აქ შევხვდებით, მე ჩემი დაბადების დღე იმასაც შევხვდები და გაზაფხულსაც შევხვდები, თუ საჭირო გახდება, იმიტომ რომ არალეგიტიმური ხელისუფლების, არალეგიტიმური პარლამენტის და პრეზიდენტის პირობებში ჩვენ არ ვიმსახურებთ ცხოვრებას. როგორც უკვე გითხარით, ინციდენტი, რომელსაც აქ ადგილი ჰქონდა, ამოწურულია, აქცია მიმდინარეობს მშვიდობიან გარემოში, რაც შეეხება საპოლიციო ძალებს. დღეს საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზაცია არ შეინიშნება, მხოლოდ რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჭიჭინაძის ქუჩები და 9 აპრილის ქუჩა საპატრულო ეკიპაჟებს დაკეტილი აქვთ, ასევე ბესიკის ქუჩაზეც იგივე ტერიტორია, ადგილზე მობილიზებულია, ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დღეს ასევე უნდა ითქვას, რომ სპეციალური ღონისძიების გარეშე გადაწყვიტა თბილისის მერიამ, რომ აენთო ქალაქის ცენტრალური ნაძვისხე. აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები ცენტრალურ ნაძვისხესთან იღებენ ფოტოებს, თუმცა ისინი მიდიან ნაძვისხესთან თავისი გზავნილებით. ნაძვისხის გარშემო განთავსებულია ეს გზავნილები და მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. საღამოს 7 საათიდან ისევ დაიწყეს მოქალაქეებმა შეკრება რუსთაველის გამზირზე და მე ახლა ჩვენს ოპერატორს თონიკე შუბიციძეს ვთხოვთ, რომ შევატრიალოთ კამერა და ვნახოთ თუ რამდენი ხალხი მოდის კვლავ. ნაკადი არ წყდება რუსთაველის გამზირზე. უკვე მთლიანი ქუჩა გადაიკეტა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეა უკვე განთავსებული საპატრულო ეკიპაჟები. სწორედ იქ არის ქუჩა გადაკეტილი და ხედავთ, რომ ხალხის ნაკადი არ წყდება და ისინი უერთდებიან, უკვე მე-19 დღეა უერთდებიან საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე, რომლის მთავარი გზავნილის, მთავარი სათქმელიც არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნება.